ძალიან ბეჯითი ბავშვი ვიყავი სხვათა შორის. მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება და პატარა ასაკში სუფერბურთს თამაშობდი დილიდან საღამომდე. სკოლაში, უბანში, სახლში. მერე დავიწყე სპორტულ სკოლაში სიარული, მაგრამ ცოტა მოგვიანებით უკვე 11 წლის ვიყავი. და ესე ჩატარდა ჩემი ბავშვობა. სუფერბურთს თამაში. ბავშვობა მთავრდება, მე მგონი, აი სკოლა რომ მთავრდება მაშინ, იმიტომ რომ მერე ზოგი მინდის უკვე ინსტიტუტში, ვთქვათ, უნივერსიტეტში ან სადღე სასწავლებელში და უკვე იწყება ცოტა უფრო სერიოზული ცხოვრება. მერე ეგეც რომ მთავრდება, უკვე დიდი ცხოვრება იწყება, იწყებ მუშაობას, ძირითადად უკვე შენ თავს ეკუთვნი და მე მგონი, მაინც სკოლას რომ დაამთავრებ, ბავშვობა მაშინ მთავრდება. 5-6 წლის ვიყავი, როცა უკვე დავიწყეთ ფეხბურთზე. ანუ რო გავიგეთ უკვე რომ ფეხბურთი არის ეგეთი სახეობა, რო დავინახეთ მაშინდელი ფეხბურთელები თბილისის დინამოსი, რომ გავიგეთ უკვე ვინ არის, ვთქვათ, ეს, ვინ არის ის. უკვე რო შემოვიდა ბავშვობის ბავშვის საზროვნებაში, რომ ესენი არიან ფეხბურთელები და ეს ძალიან დიდი სპორტის სახეობაა, აი იქიდან უკვე დავიწყე ფეხბურთის თამაში. ნუ ახლა ნებისმიერი ფეხბურთელი ალბათ იმაზეა ორიენტირებული, რომ გუნდმა მოიგოს. ვინ გაიტანს, მაგას უკვე მეორადი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება თუ 4-0 იგებ და პენალტია, შეიძლება ვიღაცა შენ დაგარტყმეინოს, ან შენ დაარტყმეინო, რეზულტატი უკვე ცნობილია, მაგრამ თუ მიდის სერიოზული თამაში, მან უკვე ფეხბურთელი არ ფიქრობს იმაზე, თვითონ გაიტანს თუ ვიღაცას გაატაინებს. თავარია რეზულტატი გუნდის. ძალიან სასიამოვნოა, როცა სადღაც შედიხარ, სადღაც მიდიხარ და ხალხი გწნობს და იგივეს გამოხატავენ, რაც ადრე შენ უკეთებდი, ხო? ანუ თამაშობდი და შენ თამაშით ვიღაცას დიდ ბედნიერებას უქმნიდი, ხო? ეხლა პირიქით მუშაობს შენზე ეს ყველაფერი. შენ მიდიხარ, ხალხს უხარია, ხალხი გესალმება, ხალხი არ ვიცი, კოცნის, ავტოგრაფს თხოვს და ეს მართლა სასიამოვნოა. ახალგაზრდა ბიჭი რო ხარ, რა თქმა უნდა, ყველას დიდი ოცნება მაშინ იყო, რომ თბილისის დინამოს ძირითადში გეთამაშა. მე პირველი თამაში ჩავატარე, ვიყავი 18 წლისას, კიდევ ერთხელ გეუბნებით. მახსოვს ეგ თამაში სექტემბერი იყო, ლვოვის კარპატს ვეთამაშებოდით და მეორე ტაიმში გამომიშვა ცნელმა და უკვე მაშინ ბედნიერი ვიყავი, რა თქმა უნდა. ეგ იყო ლენინგრადში თამაში, მაშინ სანქტ-პეტერბურგს ლენინგრადი ერქვა. ზენიტს ვეთამაშებოდით და იქაც ძირითადში არ ყოფილვარ ჯერ, ეგ არის ისევ ის პერიოდი, როცა მე დავიწყე თამაში, 18 წლისა ვარ და მეორე ტაიმში გამომიშვა ცნელმა თამაში იყო 1-1 და გავიტანე მეორე გოლი, მოვიგეთ 2-1. აი ეს იყო ყველაზე ალბათ ბედნიერი, ერთ-ერთი ბედნიერი დღე ჩემი. ნუ მე ესე ვიტყოდი, რომ მთელი გუნდი ვიყავით, ძალიან შეკრული გუნდი და ყველასთან სიამოვნებდა თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, დამცველი იყო, ნახევარმცველი, ფორვარდი თუ იმე, მაგრამ რატომღაც ისე შეიქნა, რომ მე და დავით ყიფიანი რაღაც ძალიან ისე მარტივად უგებდით ერთმანეთს და როცა თამაშობდით, მე ვიცოდი, სად უნდა მომცეს პასი, დათო მიცოდა, საიდან უნდა გავიქცე, საიდან უნდა ჩავაწოდო, მოკლედ მაინც გამოყოფდი დავით ყიფიანს. ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მამუკა კვარაცხელიას და მთელ იმ პიროვნებებს, ვინ ამასთან იყო დაკავშირებული, თვითონ გამომცემლები, ფონდი, რომელიც ამაში დაეხმარა, ყველას დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, მე სიამაყის გნობა მაქვს, რომ დაიწერა ჩემზე ესეთი წიგნი, სათაურიც მე არ გამომიგონებია ნამდვილად და სიამოვნებს, რომ ეგეთი სათაური აქვს. მოკლედ ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი. არ ვიცი ახლა რა შეიძლება ინატრო. მე მყავს ორი ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად არიან, განათლებულები არიან. მიიღეს უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დღევანდელი ახალგაზრდა უნდა იყოს ნამდვილად განათლებული და ყველაფერი უნდა იცოდეს, ენები უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი
ყავს შვენიერი მეუღლე, რომელიც მიყვარს და რომელსაც უყვარვარ და უკვე 30 წელზე მეტი, ალბათ 35 წელია ერთად ავარ და ვარ ბედნიერები. Რაღა უნდა ინატრო? ალბათ მაინც ფეხბურთი, რომ საქართველოს ფეხბურთი ისევ იმ დონეზე მივიდეს, რა დონეზე ჩვენ თამაშობდით და როგორი სახელი წოდა ჩვენ გულს და თბილისის დინამოს საქართველოს. იცით რა, ყველა პერიოდს აქვს თავისი დრო. ეხლა 100 მეტროს თქვათ 50 წლის წინა დარბოდნენ 10-ში და 1-ში და იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები. ეხლა დარბიან 9-ში და 5-ში, 9-ში და 7-ში. პროგრესი ყოველთვის არის, ხო? ესეა ფეხბურთიც. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ თუ დაჯილდოვებული ხარ ღმერთისგან ნიჭით ნებისმიერ პერიოდში, შენ შეგიძლია ითამაშო უმაღლეს დონის ფეხბურთი. უბრალოდ შეიძლება შენი სამწნელო პროცესი, შენი თქვათ აღდგენითი პროცესი, შენი მედიკო-ბიოლოგიური მიღება, თქვათ მედიკამენტების და ესე შემდეგ და ისევ ის ვარსკვლავი იქნები, რაც თქვათ პაიჭაძე იყო, რაც მიშა მესხი იყო, სლავა მეტრეველი იყო, პელე იყო თუ მარადონა, დღესაც ეგივე იქნება. სპორტს რო გადავხედოთ, ალბათ კარგი მძლეოსანი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა სპრინტი, სპრინტერები, ყოველთვის ვადევნებდი მაგათ თავს, ვარჯიშობდი კიდევაც ფეხბურთთან პარალელურად სპრინტზე, იმიტომ რომ ეხლა ჩემი თამაში იყო დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფი ვიყავი და რამდენად სწრაფად ვაკეთებდი ყველაფერს. და ისე რომ შევხედოთ სხვანაირ ცხოვრებას, არ ვიცი, ალბათ ეხლა ძნელია მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი რომ ფეხბურთელი ყოფილიყავი და სპორტსმენი ყოფილიყავი. როცა ახალგაზრდა ხარ, რა თქმა უნდა, თუ ყავს ეგეთი პიროვნება, ვინც სწორ ჩვევებს მოგცემს რაღაც რჩევებს, ალბათ კარგია. მაგრამ ნუ ჩემ ცხოვრებაში მე უფრო უყურებდი დიდ სპორტსმენებს. იმიტომ რომ მე მყავდა ეგეთი მაგალითი. თბილისის დინამოში ჩემ წინ თამაშობდა ისეთი გარემარბები, როგორც მიხეილ მესხია, სლავა მეტრეველია და ამათ რო უყურებდა, მაგათ ცხოვრებას რომ მიბაძავ. თამაშს არ გულისხმობ. თამაში ყველას ინდივიდუალური თავისი უნდა კონდეს, მაგრამ მაგათი ცხოვრება რომ მიბაძავ, რომ უნდა იყო კაი სპორტსმენი, უნდა იყო პროფესიონალი, ალბათ დიდი რამეა და ამით ცხოვრობდი მე. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს ძალიან, მაგრამ უნდა ცხოვრობდე ფეხბურთით. ანუ იღვიძებ, უნდა ფეხბურთი იყოს შენ თავში, სადმე მიდიხარ, უნდა ფეხბურთი იყოს შენ თავში, იძინებ, მაინც ფეხბურთი უნდა იყოს შენ თავში, იმიტომ რომ ფეხბურთს არ უყვარს ღალატი. როგორც კი უღალატებ ფეხბურთს, ფეხბურთი ეგრევე გიღალატებს და გახდები არაფერი რა. ამიტომ თუ შენ ნიჭი გაქვს და გინდა ფეხბურთელობა, თავიდან ბოლომდე უნდა მაგითი ცხოვრო. ვინც მაგით ცხოვრობს, აგერ ჩვენი კვარაცხელია მაგას ამტკიცებს, რომ მაგით ცხოვრობს და ამხელა რამეს მიაღწია ბიჭმა. ამიტომ მე მგონი ჩემი რჩევა არავის არ უნდა შეხედონ ბავშვი როგორ ცხოვრობს და ეგრე იცხოვროს.